ამის შოუს დღევანდელი გამოშვების მეორე სტუმარი გახლავთ მუსკომედიის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი. ძალიან ჭიდრო კავშირი გაქვს, ხო? ჩვენი დივანის ბრალი არ ამგონია იყოს. მინდა გითხრათ, თოქ-შოუებში რაღაც ბევრჯერ არ მინახი ხარ თოქ-შოუებში რა, ანუ სადაც კი მინახი ხარ ტელევიზორში, ყველგან უკრავ და აი რატო ხდება ეს თოქ-შოუებში არ გპატიჟებენ ხოლმე ხშირად? ჯესერთი ეთქოს მაინც არ გიждები თოქ-შოუში და გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ ზირთად მგონია რომ არავინ არ მისმენს. მათ შორის ის ვინც პატიჟებს ხოლმე. ახლა შენთან სიამოვნებით წამოვედი, იმიტომ რომ რო უყურებ გადაცემას, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შენ როცა კითხვას ვარ, პასუხსაც ისეთივე ინტერესით უსმენ. საერთოდ ტელევიზიებზე შეხედულება მქონდა სრულიად სხვანაირი, ადრე. იმიტომ რომ ბავშვობაში რაღაც ჩემ კონცერტებს აშუქებდნენ და მიწევდა. პირველი არხი იყო მაშინ ესეთი მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია, და მეორეც იყო, მაგრამ ისიც იქ. ხო და მოგეთ ეს ტელევიზია იყო ესეთი რა, არავინ არ დადიოდა შიგნით, რომ შედიოდი ცარიელი იყო ყველაფერი და ძალიან რაღაც ბევრი ხალხი თურმე აღმოჩნდა რომ ეხლა რომ მოხდა რაღაც რეორგანიზაცია, ბევრი ადამიანი წავიდა ტელევიზიიდან. მე მაშინ მეგონა რომ სულ 10 კაცი მუშაობს ტელევიზიაში, რომ დერეფანში ვერავის ვერ ნახავდა, სიწყნარე, ნუ რაღაცა საგრიმიეროში დაგსვავდნენ ესა პუდრი ფისო გახსოვს იყო ესე. ამას აგისვავდნენ, მე გაძრობდნენ, რომ იმიტომ ძალიან თეთრი იყო ეს რაღაცა. ძალიან შვიდად შეგიყვანდნენ სტუდიაში, ან ვიღაცას რო ეძებდი და უშუალოდ ჟურნალისტს, ვინც დაგირეკა და ერთ ოთახში შეიხედავდი, რომ ესა და ეს ხო არ არის, ხო დამიბარა. ის გეტყოდა რომ მეორე ოთახში მიბძანით. ის მე მეოთხე სართულზე აგაგზავნი და იქიდან კიდე რომელიღაც ოთახში და ბოლოს რომ მიაღწევდი იმის ოთახამდე. იყო ცარიელი სკამი და გეუბნებოდნენ რომ ისეთ შესვენებაზეა გასული, მაგრამ ჩანთა იყო გადაკიდებული იმ სკამზე რომ მოვა. და ნუ ასეთი მგონია ტელევიზია და ერთხელაც კურიერში დამპატიჟეს ჩემი კონცერტის შემდეგ. და ნუ ესე იგი ლიფტთან რომ მოვედი ჯერ კიდე პირველ სართულზე რომ შემოვედი, ესე იგი დამხვდა რაღაც ადამიანი, კაცი ეტყობა დაცვის წევრი, რომელმაც უკვე მაშინ დამქოქა. ეს ჩქარა ლიფტი იკეტება შეასწარი, შევარდი ლიფტი ძალიან უსწრაფესი იმითი ავიდა ზედა სართულზე, რომელშიც არის ეს კურიერი. შემოვედი, დამხვდა კიდე ორი კაცი, მითხეს თქვენ ძანდებით ნიკამენშვილი რა ერთ წუთი აკლდა რაღაც, შემიყვანეს რაღაც ოთახში, ერთი ოთახია და ხედავ რომ 40 კაცი ზის, სულ ყველა ჟურნალისტი. ამ ერთ ოთახში. ესე იგი წრეზეა მაგიდა, ბევრი კომპიუტერები ამ წრეზე და ყველა რაღაცას ბეჭდავს რა ერთდროულად. მე გამორბის ერთი გაშერბის მეორე რაღაც ერთი ეს არის რა ქვია ჭიქა ყავით, ყველა უცებ მოსვამს დადგავს, მე მეორე მოსვამს დადგავს, მესამე მოსვამს დადგავს. ყავა გათავდა ვიღაცა იყურებს დაასხალე ისე მოსვამს. ამ წრის იქეთ არის 5 კაბინა, სამონტაჟო აღმოჩნდა რა და მე სამონტაჟოზე სხვა წარმოდგენა მქონდა, იცი რას გავდა? საქალაქთაშორისო ფოსტარო იყო და რაჭაში რომ რეკავდი ხოლმე, ბავშვობაში ხო იყო ბევრი კაბინები და ვიღაცა მეოთხე კაბინაში და შედიოდი და ალიო რაჭაში რაღაც. აი ესეთი კაბინები იყო რა და ამ კაბინებში იყო სამონტაჟო, მაგრამ რა ხდებოდა? სულ დაკავებული იყო, ხო, იმიტომ რომ 40 კაცი ელოდება იმ 4 სამონტაჟოს. ამიტომ ერთი რომ დაიძრებოდა წამოსადგომად 40-ვე გარბოდა და რომელიც შეასწრებდა ისერბოდა და ნუ იყო და მე ნაწილო აი ამ ტემპში ვარ და გაგიჟებული ველოდები რომ გავალ მაშინ რა ქვია ეთერში და ვიღაცა მოვარდა და ამეთ აი გაოგნებული ვარ და შემაგდეს სტუდიაში. აღარ მართლა შემაგდეს კრავ ვიღაცა ხედი რა სად როდის მომამაგრეს მიკროფონი ვერაფერი ვერ მოხდა. შევედი და ასე ვარ. და ხდება კურიერის წამყვანი რომელიც ძალიან მშვიდი ტონი. თქვენი ბუშინდელი კონცერტი რაც თავარია. არა, ყველაზე მთავარი რა არის? ეს ხო აქ არ მთავრდება ისტერიკა. და ნუ მე მინდა რომ გავცე პასუხი. დამისვა კითხვა რომ აი რაღაცა ეს თქვენი მუსიკა რაც მიუძღვენით თუ რაღაცა კითხვა დამისვა და ეხა მე ვიცი გათხრილებულია ვიღაცა მითხრა დამარიგა რომ კამერაში არ გაიხედო შენ ჟურნალისტი ელაპარაკე და გვერდიდან ჩანდა იმიტომ რომ შენ რო კამერაში გამიხედო ეს დიდაქტიკურია და ნიშნავს რომ ხალხს ჭკუას ასწავლი და ხალხს ჭკუას არ უნდა მასწავლი და
უყურებ ჟურნალისტს, ხო? დამისვა კითხვა, ეხლა მე უნდა უპასუხო. დავიწყე პასუხი და უცებ ჟურნალისტი იწყებს რაღაცაში იქიდან მეუბნებიან რაღაცებს წერს. სულებით არ მისმენს. დავიბენი, აღარ ვიცი ვის ველა იცით. მაინც გონია არ კავკასიაში უნდა მიხვიდე ერთხელ იქ ერთი კაცია დირექტორიც, გამნათებელიც, ხმის რეჟისორიც, ესე იგი, წამყვანიც და სტუმარიც რა, ფაქტიურად და შეგიძლია მიხვიდე და მშვიდად დაიძინო, არავინ ხელს არ შეგიძლია. ჩაჯიბება თალკე თემაა ჩემ ცხოვრებაში. მოდი მუსკომედიაზე შეგეკითხე, მუსკომედიის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი ხარ, ხო? და მე ვიცი რომ რაღაც რეკონსტრუქციებია იქ, დოიც იქ არის თანამდებობაზე. კი, რადომ მივედით, დოი არის სამხატვრო ხელმძღვანელი, მე მუსიკალური და თიკარუხაძე დირექტორი. და დიდი ილუზია მქონდა რომ მივდივარ მუსიკალურ თეატრში, სადაც საქმე მექნება ხელოვნებასთან. და ჩემს ამ მეგობრებთან, ვისთან ერთადაც მივედი, აქამდე სულ პოლემიკა მქონდა ხელოვნებაზე, ლაპარაკობდით პიესებზე, მუსიკაზე, რაღაცაზე. მივედით და რა თქმა უნდა დაგხვდა ცარიელი კედლები, რომელსაც ჭირდებოდა რეკონსტრუქცია, მშენებლობა, აშენება და ჩვენ დავიწყეთ, თქო, ბიზნესმენები დაგვეხმარნენ და დავიწყეთ მშენებლობა. დავიწყეთ მშენებლობა და სრულიად გადავიცდათ, რომ ჩვენ ვართ თეატრში და დოიც და თიკაც რა ტერმინებით ელაპარაკებიან ერთმანეთს ვერ წარმოგიდგენია. თან ახლა მე დარწმუნებული რომ დოი მაინდა-მაინც არ იცის ის ტერმინები, რასაც თიკა ეუბნება როგორც დირექტორი. აი შემოდის მაგალითად დილაობით და მეც იქ ვზივარ და მეუბნებიან ჩაერთი ამ ყველაფერში და მესმის რა რომ თიკა ეკითხება დოის რომ დოი ჩვენ აი ამ თეატრის ფოიეს მარჯვენა განაკვეთის მარცხენა კვადრატულ სანტიმეტრში თერმომექსი, კარბოლუქსი თუ ალიკაბონდი გვირჩევნია დავაყენო. ეხლა დოი როგორ პასუხობს? ამ სამი სიტყვიდან არზე არ არის რომელი რა არის. მაგრამ რომელიღაცა სიტყვა უნდა მოეწონოს და ამის მიხედვით წვიტავს ალიკაბონდი. და მე ამას ყველაფერს უსმენ და მეუბნებიან შენც ჩაერთეო და არა მე მუსიკა მაქვს დასაწერი და ვერ ვერთვები ამას და მე ეწყინეთ, იმიტომ რომ ჩვენო რომ დავდივართ ასარჩევად მასალებისო, შენო რო არ მასშტაბები იღებ მონაწილეობას არჩევაში, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ თუ შენოთო, ან თუ გადავწყვიტეთ მე რეიტყვი რომ ეს რაც უდი რამე დაგიგიათ ან რაც უდად შეიგიღებიათ და ჩვენო ხა სამნი ვართო და ჩვენ ესე შევთანხმდით რომ ყველაფერს წყვიტავთ ერთად. და ჩაერთეო რა და მართლა ერთვენიერ დღეს გადავწყვიტე და მოვიცალე და წავედი. და რა არის იცი ხა წარმომედგინა რომ როცა მასალას ირჩევ, გემოვნების ამბავია დიზაინური შენი განწყობა, რაღაცა ცოდნა, რაღაცა მხატვრული ოდნავი უნარი, რაღაცის შეფარდების და მე ხა დავიწყეთ ფერის არჩევა იქნება თუ კაფელის თუ გრანიტის თუ რაღაცის არჩევაში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. აი მაინდა-მაინც იმ დღეს როცა მე მოვიცალე, აღმოჩნდა რომ კანალიზაციის მილების შესაძლებლობა ძალიან ბევრგან გამიგია რომ ნიკა მემანიშვილი იყო ვუნდერკინდი. და შენი ინტერპრეტაცია იქნება აქ საინტერესო მოსასმენი, აი რაში გამოიხატებოდა ეს, რომ შენ იყავი ვუნდერკინდი. არა, ეს ერთ-ერთი სურათ მქონდა პროგრამაში, რომ ყოფილიყავი ვუნდერკინდი, აბსოლუტურად არავის არ დაუგეგმია, ეს შემთხვევით მოხდა. ეხლა გეტყვი რატომ მოხდა შემთხვევით? იმიტომ რომ აი ბავშვობაში 13 წლის ვიყავი, როდესაც დამპატიჟეს გერმანიაში ტურნეზე. როგორც ახლა უკრავდი ფორტეპიანოზე, უკვე რაღაც ნაწარმოებებსაც წერდი ჩემთვის რაღაცებს და ხა ბავშვობაში უკვე ეს აქ კონცერტები მქონდა და მიმიწვის წავედი, ეს თქვა დედამაც გამიშვა მარტო 13 წლის ასაკში ფრანკფურტის აეროპორტი წარმოიდგინე რა ხდება. წავედი და ეხლა ეს რა ჩვენში პურის შოვნას ეძახიან, მაგდო საშოვარზე წავედი. ეხლა იქ მე რო ჩავფრინდები, მე რო უნდა გადავждე მატარებელში და სარლანში ჩავიდე, სადაც მელოდება ვინმე ალა. ეხლა ეს ალა რა არის? ორგანიზატორ კოორდინატორი. ხარ ვიცნობ ალას, მაგრამ ჩემთვის ალა არის ღვთაება, ბეთჰოვენზე მეტია იმ დროს. იმიტომ რომ ხა ბეთჰოვენმა რა გაგიკეთა? ალა ჩემთვის წარმოიდგინე. ის მუსიკას წერდა ბახი ისინი და ალა მე დამპატიჟა და ალა და ვოცნებობ რომ ეს ალა ვნახო და ეს ალა აღმოჩნდა ადამიანი, ვისაც არათუ შეეშალა, ასე ვთქვათ, ის ჩემი პროფესიის ჩაწერინება იქაური კულტურის სამინისტროში და ამის გარდა საერთოდ დაენანა რომ სასტუმროში მეცხოვრა და როდესაც ჩავედი აღმოჩნდა რომ მოვხდი აბსოლუტურად უცნაურ გარემოში. ეხლა ესე იგი რა ხდება? სასტუმროში ხო უნდა გადაეხადა ჩემი ყოფნის ფული, რამდენიმე თვით ვიყავი. და საერთო ნაცნობით აღმოაჩინა რომ სადღაც გარემონტ და საგიჟის ერთი კორპუსი, სადაც გიჟები არ ცხოვრობენ. და მე ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვარჩევდი
აქ სასტუმროსა და საგიჟის განსხვავებას. ამიტომ მითხეს რომ ეს სასტუმროა და აღმოჩნდა საგიჟის მეოთხე B კორპუსი. ძალიან მომეწონა მინდა გითხრა ახალი გარემონტებული და მაგრამ რა იყო იცი ამ საგიჟებს ყველა კორპუსს ჰქონდა საერთო სასადილო და იქ რომ ჩავედი და დავინახე ეს უცნაური ხალხი ვიფიქრე რომ ესე იგი რაღაცა ესე იგი როგორი დამსვენებლები ყავს სასტუმროებს უცხოეთში ალბათ ეგეთები არიან ყველანი ნუ რა ეფშობოდი წარმოგიდგენია ძალიან გაოგნებული ვიყავი ამ ფაქტით რომ ეს როგორი ხალხი ყავთ იქ ხოლო მე რა იყო იცი ნუ ესე იგი რა მოხდა რომ ამ ალას რატომღაც აერია და იქ კულტურის სამინისტროს გერმანიაში ჩააწერინა რომ მე ვარ ორგანისტი და ეგეთი რამე არ არსებობს. ეხლა რატო არ არსებობს? გარდა იმისა რომ მე მაშინ ორგანი ნანახიც არ მქონდა და საერთოდ წაკითხული მქონდა რომ არსებობს ინსტრუმენტი და ჩვენთან კონსერვატორიის დიდარბაში არ იყო გარემონტებული ჯერ ეს ორგანი და არც ვიცოდი აქ. მაგის გარდა არ არსებობს 13 წლის ასაკში ვიღაცა უკრავდეს ორგანს, იმიტომ რომ ამთავრებენ კონსერვატორიას, მე ასპირანტურას და მე ორგანზე ან რაღაცა დიდ ასაკში, იმიტომ რომ ჯერ ერთი დიდია ეს ორგანი პედლებით, ფეხებით უკრავ ხელ. და ამიტომაც ორგანისტი 13 წლის ასაკში არ არსებობს და იმათმა რომ ჩაიწერეს გაგიჟდნენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბილეთები გაიყიდებოდა 5 მაგ ფასში, იმიტომ რომ სენსაციის ანახავად მოვიდოდა ხალხი. ამიტომაც ნუ თურმე დაუგეგმიათ ჩემი საორგანო ესე იგი მთელი ტურნე და მე აზზე არა ვარ რა თქმა უნდა. ხო და პირველი კონცერტისთვის ვემზადები მითხრეს რომ დილას რეპეტიცია ვერ ესწრება პირდაპირ კონცერტზე უნდა მიხვიდეო გამოსასვლელად. ნუ აი პატარა ვარ, ნუ ფრაკი ჩავიცვი, გავემზადე, ხა მაშინ ფრაკი ჯერ კიდე მეტეოდა და ჩავიცვი ესე იგი ფრაკი და ველოდები რომ მომაკითხავენ წამოყვანენ დარბაზში. კი ვიკითხე ტელეფონში რა როიალი დგას თქო, მაგრამ თან ამეცადინები ვარ როიალი დამიდგეს იმ გიჟების სასადილოში და ხო და ესე იგი რა როიალია თქო და ნუ ველოდები ან სტენვეი ან იამაჰა რაღაცა და რაღაცა უცნაური სახელი მითხრეს და ვერ მივხვდი, მაგრამ ალბათ ხან დარბაზშია, აი იქნება თქო და წავედი. მომაკითხა ვიღაცამ და აი თქვენო მოგაკითხესო, მითხრეს საგიჟის ექიმმა, რომელიც მე ჯერ კიდე მგონია სასტუმროს თანამშრომელი. ჩავედი და ხედავ რაღაც შავი მანქანაა, დიდი ჯვარი აქვს ზევიდან, ესეთი. და მონაზონის ის მარჯვნივ და მარცხნივ რაღაცა შავებში გამოწყობილი კაცი. ცოტა ვფიქრობ მე მიცდიან და ნუ დამინახეს ნიკამ მან რაღაცა კი ჩამსვეს ამ მანქანაში და დაძრეს მანქანა და მთელი გზა ვფიქრობ რომ ეხლა რატო მომაკითხა მონაზონმა ალბათ გერმანიაში კონცერტებს რო ატარებენ წინ გზაზე განიწმინდონ უნდა და ალბათ ესე იმედა სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ხო და ესე იგი ამის გამო მთელი გზა ვლოცულობ და ვფიქრობ რომ ესე იგი ეს რამხელა კონცეფცია დევს რომ მონაზვნებით დაყავთ პიანისტები კონცერტზე ესე იგი აღმოვჩნდი რომ რაღაცა მომენტში შეანელა მანქანამ და დავინახე რომ დიდ ტაძართან ვარ საერლანდის ცენტრალურ ტაძართან. ახლა ვიფიქრე ალბათ პირველი კონცერტი ეკლესიაში მაქვს, მაგრამ აქ ხომ ეკლესიებსაც პატივს ვცემენ რამე თუ იგი საკონცერტო დარბაზის თან რამე თუებით ვაზროვნებ უკვე იმონაზვნებს. ხო და მაგრამ რა იყო იცი შევხედე რომ ამ იკირიბება ხალხი რაღაცა შლეიფები რა ეს საღამოს ტანსაცმელში შედიან ჩემ კონცერტზე. და დავინახე დიდი ტრანსპარანტი აფიშე რა და გერმანულად წერიან ხა დიდად გერმანული ჯერ არ ვიცი მაგრამ ხვდები ხა ნუ პიანისტი და ორგანისტ ვარჩევ და წერიან რომ სენსაციონ და რაღაცეები და ვუნდერკინდ აუს გეორგიან საქართველოს ვუნდერკინდი რაღაცა კლაინე დრაიცინი არის ორგანისტ 13 წლის პატარა ორგანისტი საოცრება ნიკა მებანიშვილი 18 საათზე და რაღაცა ორგანისტი რაღაცა ცოტა ვერ მივხვდი რაღაცა რაშია საქმე და პოლიცებში ჩამოვედი ჩამომიყვანეს ამათ მე დამლოცეს და გამიშვეს. ნუ ავედი იქ დამხვდა ალა რომელიც განცდებში იყო და მითხრა რომ აი ხა ორგანი რაღაცეები. მოთხრა რა ორგანი? არ ვიცი ეს ორგანი არ მინახავს. როიალი აქ არ არის. და მე გამოვაცხადე რომ ორგანზე არ დაუკრავ, იმიტომ რომ წესეთი ვერ დაუკრავ, მეორე არც მინახავს და საერთოდ არ შეიძლება ამის გაკეთება. იქ იყვნენ ჟურნალისტები. უცებ გავრცელდა ხმა რომ ეს ვუნდერკინდი როგორი აფერისტია რომ ესე იგი დაღლილია და მას არ უნდა კონცერტის ჩატარება ხო არის ხოლმე რომ ელტონ ჯონი ჩამოდის ხოლმე დაუშვოთ აეროპორტში და უკან მიდის იმიტომ რომ არ უნდა იდღეს კონცერტის ჩატარება და მილიარდებს იხდიან პროდიუსერები ამის ახირებაში და ეს გონიათ ეხა ჩემი ამბავი ამ დროს მე ვიბრძვი რომ არ დამაკროვინონ და ნუ ბოლოს მითხრეს რომ იმხელა ესე იგი ჯარიმა უნდა გადავიხადოთ და რაღაცა და ეს ალას გული წავიდა და ჩემთვის ალა ჯერ კიდე ბეთჰოვენზე მეტია და ვიფიქრე რომ ამას ოღონდ გული არ წავიდეს და კარგი დაუკრავ ორგანზე თქო და ესე იგი მანახეთ ეს ორგანი თქო და წუთებია დარჩენილი დაწყების წინ. იქ უკვე პასტორი გამოვიდა საკურთხეველში კათოლიკურ საკურთხეველში და რაღაცას ყვება რომ რა საოცრებაა და ამ დროს ამბობს თურმე და მე გავიგე რომ ამ სპეციალურად მის მოსასმენად მთელი რეგიონებიდან არიან ჩამოსული ხალხი რომ ეს ნახონ და
მოკლედ შევდივარ ამ ორგანთან, ხედავ რაღაცა დიდი მახინა ინსტრუმენტია, რომელსაც ბევრი ღილაკები, ბევრი დასაკრავი ესე ვთქვათ კლავიატურები, მე სამ პედალს ვიყავი მიჩვეული მაქსიმუმ როიალზე და სახში ორი პედალიანი პიანინო მქონდა და აქ დავინახე რომ 25 პედალია და ნუ ესე გადავირიე. არა, ნუ ძალიან მეშინია რა. ის უკვე ლაპარაკობს ჩემზე. ეს შანსი არ არის, უკვე ვზივარ ორგანთან, ხედავ რომ აქ ორი რიგის კაცები ზიან, აქაც ვიღაც კაცები და აღას ვეკითხები, ესენი რატომ იზიან აქ სცენაზე თქო და ესენი არიანო კონსერვატორიის ორგანის პროფესორები რომ ნახონ საოცრებაო და იმათ უთქვიათ რომ ვანახეთ როგორ უკრავს თლათ ახლოს. ნუ მე ვფიქრე ესენი ხო მიხვდებიან ახლა სულ ყველაფერი არის მოტყუილება და სულ ყველაფერი არის ყალბი ეს ყველაფერი. ნუ თლათ მკვდარი ვარ რა. გამჭირდა ამ ორგანთან და ვფიქრობ, ეხლა რა ვქნა, რას მივაჭირო ხელი, ნუ 50 ღილაკი აქეთ, 50 აქეთ, არ ვიცი. ეხლა ჩუმად დავაჭირე ერთს, რომ რამე ხმას ხო არ გამოსცემს, შენც არ მომიგდი. გავინახე რომ აქეთკენ ორგანს აქვს, მანქანები რო იქოქება, ხო იცით, აი ესეთი. ეს აი გასაღები რომ გაუყავე, დაქოქო. სად უნდა წავიდეს ეს, ვერაფერი ვერ გავიგე. ხო? ერთ-ერთი ორგანისტი მოვიდა და მიხვდა ეთყობა იფიქრა რომ საქართველოში ეთყობა არ იქოქება ორგანებიო. ხო და თურმე ეს არის რომ აი ჰაერი მილებში რომ დაიწყოს ამ წნევამ და ამის მიხედვით მე ხო ეს სისტემაა და არ ვიცი მაშინ ნუ. ხო და მოვიდა და ეს გასაღები შეურჭა და კარგი გემრიელად დაქოქა. ეს ნიშნავდა რომ რაღაცები აინთო და აი მანქანა რო ინთება ხოლმე ესე ფარები და ესე აინთო. ცოტა გამამხნევა ეხლა რომ დაიქოქა ესე იგი ორგანი, всё, ნუ რაღაცა. ხო და ეხლა ვფიქრობ რას დავაჭირო ხელი ესე იგი ჩემო ნიკა რაღაცას თუ დააჭერ ცუც დავიღუპებით კარგს თუ დააჭერ მაგრამ და უცებ აი ამ წარწერებს უყურებ რა სათაურებს ვერაფერს ვერ ხვდები და დავინახე რომ ერთ პატარა ღილაკს აწერია ტუცი მეცნო რატომ მეცნო არ ვიცი და გამახსენდა რომ წაკითხული მაქვს რომ ორკესტრი როცა უკრავს ყველა მთელი ორკესტრი ერთიანად ხო იმ ადგილს პარტიტურაში აწერია ტუცი და ვიფიქრე რომ თუ ეხა მე ამ ტუცის დავაჭერ, ესე იგი ყველაფერი დაუკრავს ერთად ყველა ღილაკი თქო და გამართლა რომ დავაჭირო ყველაფერი შეიწია. ნუ ძალიან ეხა ამ 4 იმიდან რა ქვია კლავიატურიდან რომელიც შევარჩიო არ ვიცი რომელზე დაუკრა. და მე-4 სართულზე ვცხოვრობდი და ნუ მე-4 იყოს. ეხლა ნუ შერჩეული მაქვს მე-4, დაჭერილი მაქვს ტუციზე და ეხა ვფიქრობ რომ რა დაუკრა. მაგრამ ისიც გამახსენდა რომ წაკითხული მაქვს რომ ბანი როგორც როიალზე ბანს უკრავ, ეს ორგანზე ვერ დაუკრავ, ბანი ფეხებით უნდა დაუკრა იმ 25 პედალზე. ისიც გამა, კლავიატურა. ხო და ვფიქრობ, ეხლა რომ რა, ესე იგი აქ თუ დოა ზევითკენ, ახაც თუ დოა, ესე იგი ის პედალიც დოა. გავამა, ესე იგი სწორად მიფიქრია. ეხლა რა დაუკრავ, ვფიქრობ, რა დაუკრავ და რა იმას კი არ ვფიქრობ, რა ნაწარმოები, არამედ იმას ვფიქრობ, რომ ისეთი რამე მოვიფიქრო დასაკლავად პირველი, რომ ბანში იყოს ცოტა ნოტი, რომ ფეხები არ გადამებლანდოს ერთმანეთს. ხო და თან უცებ გამახსენდა რომ ეგეთი არის ქართული საგალობელი შეხარვა, ნახე სადაც ბანს აქვს, არც თუ ბევრი მოძრაობა. ვიფიქრე თან ახლა ეკლესია, თან ქართველი ვარ, თან ბანს ცოტა მოძრაობა აქვს, ეს მიხარია ყველაზე მეტად და გადავწყვიტე რომ დავუკრა შეხარვა, ნახე და რა თქმა უნდა ავიღე პირველი აკორდი ბანზე ფეხი, რაღაცა ესენი მომამზადე და ნუ დაიწყო ორგანმა დაკვრა და რა დაიწყო, ესე იგი აზანზარდა ეს ეკლესია და ნუ ესე იგი უკრავ. ეხლა უკრავ და ძირითადად სხვა რამეს ვფიქრობ დაკვრვის დროს. ის სუმპილია რას უკრავ უკვე. ეხლა ვფიქრობ რომ ეხლა ვფიქრობ რომ დავამთავრებ დაკვრას. წამოდგება ეხლა რომელიღაც პროფესორი და იტყვის რომ დადი შენი და რაღაცა, იმიტომ რომ მიხვდებოდა ეხლა შანსი არ არის პროფესორი თუ ხარ როგორ ვერ უნდა მიხვდე ამ სიტუაციაში. ხო და ძირითადად ეხა ამ რეაქციებს ვაკვირდები უკრავ რაღაცა და ბოლოში გავედი და ნუ ნერვიულობ და დავამთავრე და იქ დარბაზში ტაში ისმის. მე ზურგით ვარ დარბაზთან. დარბაზში ისმის ტაში და უცებ დავინახე რომ ერთ-ერთი მოხუცებული ყველაზე და თითქოს საპატივცემულო ტიპი აი ამ ორგანისტებში წამოდგა და წავიდა მიკროფონისკენ რომელიც ამას სცენაზე იყო და ვიფიქრე რომ დავიღუპე. ესე იგი ეს იტყვის რომ წადით ხალხო და ბილეთები დააბრუნეთ და მე ესე იგი ვალი და დედაჩემი გამახსენდა თბილისში რა დღეში იქნება და ხო და ნუ ესე იგი აი ეს კაცი ამბობს ესეთ ფრაზას რომ მე დღესო სენსაციის და საოცრების მომსწრევა რომ მე ჩემი სიბერის ბოლო წლებში ავიხდინე ოცნებავ კი არა რასაც არ ველოდი ის ნახეო ესე იგი ეს საოცრება რაღაც და ბრავო მაესტრო ყვირის ჩემს მიმართულებით ცრემლები მოსდის ეს ორი ახალგაზრდა აქედან ესეთი ასპირანტი ორგანისტები აწნარებენ და მოკეთ არის გადამეხვია რაღაცა და всё მე მივხვდი რომ ესე იგი აი ეს ამათაც ვაჭამე ესე თქვა წყალებში ეს კაცი გავწიე დავბრუნდი ორგანთან ორი განყოფილება უკარი რა უკარი ოღონ არ მახსოვს ბოლოს როკენდროლებით დავამთავრე იმ ორგანიზაციას ხო და
ნუ ძალიან ასე მე ჟურნალისტები წერდნენ, რომ ისა რამატყორა ყოფილა ცოდნია, ასე გენიალურად და იძახდა არ დავკრავ, ნუ არავინ არ დამიჯერა 60 საორგანო კონცერტი ჩავატარე იმ წასვლაზე. აი ესე დამთავრდა. ნუ ბოლოს მინდა შეგეკითხო, რომ აი რაც კი ხდება რამე გრანდიოზული ქვეყანაში, ну რაღაც ან მთავრობის მიერ ორგანიზებული, ან სხვა ვინმე კომერციული სტრუქტურების მიერ ორგანიზებული, ყველაფრის მუსიკალურ პროდიუსერობას გავალებენ შენ რა. ну ამის მიზეზი არ ვიცი, არ ამგონია რომ პროფესიონალი ვუნდერკინდი ორგანისტი ჭირდებოდეს მუსიკალურ პროდიუსერებას, მაგრამ აი რატო გავალებენ, ну ამაზე პასუხი არ მინდა რომ მითხრა. უფრო მინდა რომ აი ამ რაღაც ღონისძიებებზე ბევრი ვიღაც კოლექტივები გამოდიან, ხო? რაღაც მოცეკვავეები, ვიღაც მომღერლები, ესტრადის მომღერლებიც არიან ხოლმე და მინდა კითხო აი ვისთან მეგობრობ, ვისთან ახლო ურთიერთობები ვისთან გაქვს ხოლმე ყველაზე უფრო რა. ამ შოუ პროგრამებში ყველაზე მეტად დაუახლოვდი ვის? შოუ ბალეტ ვერნისაჟს. ვერნისაჟის გოგონებს და ვერნისაჟის ბიჭები არიან ჩემი ძალიან ახლო მეგობრები და რატომ მოხდა ეს? იმიტომ მოხდა რომ რაღაც გასტროურეკში ქონდა ღონისძიება, კიდე გურიაში ქონდა გასვლითი რაღაც ესეთი პროექტები აქაც და ზირთად მანქანებში როცა ვნაწილდებოდით თბილისიდან წასვლისთვის, ხო, მე რახან დიდი ვიყავი და ვარკინდეც რა თქმა უნდა. წინ უნდა დამჯდარიყავი, წინ კიდე ვერთმობდა კარგ მანქანაში ადგილს დოი, რომელიც ამ ყველაფრის დამდგმელი რეჟისორი იყო და ამიტომ უკან მე ავждდებოდი, ბრაზობდი და ზირთად ადგილი მხვდებოდა ხოლმე მარშრუტკაში, სადაც მიდიოდა შოუ ბალეტი ვერნისაჟი. ოღონდ იქ წინ ვსვამდი. შესაბამისად ძალიან დავმეგობრდი მათთან და უფრო ბევრად ახლოს, ვიდრე მომღერლებთანაც კი შეიძლება ითქვას და ბევრ ადამიანებთან, ვინც ასევე ჩემთან ერთად დაუშვათ ორგანიზებას უწევდნენ ამ ხალხს. მაგრამ ეს მეგობრობა მე ისე გადაიზარდა, რომ მეც თვითონაც რატომღაც რახან ერთად გზავრობდით და ამიტომ რომ ვიყოფოდით მე ვერნისაჟისკენ მივიდიოდი, ამის გამო მეც მოცეკვავე ვერნისაჟელების სიაში ჩავთვალე უნებურად ჩემი თავი. და ამიტომ რაღაცა სასადი ვერნისაჟი მოვედით, ვიძახდით და დამჩინოთ, იმიტომ რომ გამხდრები გოგოები რაღაცა სპაკატი რა, ნუ მე ამ ხელა დავბანდალებდით და ვერნისაჟი მოვედით, ვერნისაჟი წავედით, ვერნისაჟი ჩემსკენ, ჩვენ ვერნისაჟი და ნუ აი ესეთ ასე ვთქვათ, ძირითადად ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩვენ სულ ერთად მოძრაობდით და მე უკვე იცი რა, რახან ესე დავირქვი ვერნისაჟის სახელი, მე დამისვა სერიოზულად საკითხი, რომ ესე იგი ერთი რო უნდა გახდეო. ფეხზე უნდა გადაიდო, ამას ვერასოდეს ვერ ვაკეთებდი. და მეორეცო, ნუ რაღაცა ხო უნდა იცეკვო, მოძრაობა მაინც ხო უნდა იცოდეო რა, რაღაცა როგორ აბა, სხვანაირად როგორ. ნუ მე წავედი პირველ რეპეტიციაზე, რომ ავითვისო მათი ცეკვა. აი რა გითხრა, აბა ხო არის ხოლმე რომ დაბადების დღეებზე მე უნდა წესით მთხოვდნენ რომ რამე დაგვიკარე. დღეს არავინ არ მთხოვს ამას. დაბადების დღეზე რომ მივდივარ გეხოცები ვერნისაჟი ვიცეყვე რა. და რა არის բայց ასე განსაკუთრებული რა არის შენს ცეკვა? არაფერი, წარმოიდგინე რომ მე ვიცეკვო შოუ ბალეტი. აბა მომეხმარე რომ წარმოვიდგინო. რანაირად? სადა კაცო როგორ? მე ვიცეკვო აქ? თუ შეიძლება კი. ჩათვალე რომ ვითომ მარიკას დაბადების დღეა დღეს და გთხოვთ ყველანი რომ მარიკას გთხოვთ რომ თუ შეიძლება. არა, ნუ აი ერთი მოძრაობა ავითვისი ამ ვერნისაჟის, რომელიც ესეთია, ნახე. ესე იგი იქ ხო რეპეტიციაზე ითვლიან, რას 2 3 4 და ეხლა 1 4 მოძრაობა. რას 2 3 4 რას 2 ბატონებო, ნიკა მემანიშვილი